და სკოლაში ბავშვებთან სვამამ კითხვას. Რამდენი ხარ მშიერი კლასში? Რამდენიმე ბავშვმა აწია მშიერი ვარ. მეუთხარი საჭმელი არა გაქვს. ისეთი უშუალო ლაპარაკი მე ხა ბაბუად ვეკუდი და ჩვენ საუბარი არ მიჩეს ამ ადამიანთან. არა საჭმელის გქონდა სასმელის გქონდა. უბრალოდ მე ვერ ვჭამე. ანუ ან დაეზარა, ან გვიან გაიღვიძა. ეხა ბავშვები ძალიან გვიან იძინებენ გაჯეტების სფერო. დედამ ან მამამ შეიძლება რაღაცა ხდება ასეთი. ალბათ ერთეული შემთხვევა. ომბუდსმენის ანგარიშით უნახეთ 6%-ით არის გასულ წელს შიმშილობა ბავშვებში გაზრდილი და 300,000 საჭარბებს 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ისევ შევდივართ ამ პოლემიკაში რომელშიც მე არც ამოქო. არა, ომბუდსმენის მონაცემები მოგვიყვანს. შემიძლია პროფესიულად შევეკამათო. პოლიტიკური განცხადება სხვა არის, პროფესიული განცხადება. არა სრულფასოვანი კვება, შიმშილი ცოტა ისეთი თემაა გესმით, არა სრულფასოვანი კვება. მე ხშირად ვამბობ ხოლმე. ანუ არ შიმშილობენ ბავშვები საქართველოში. შეიძლება არის გარკვეული რაღაც პროცენტი, მაგრამ შიმშილის შემდგომი ეტაპი არის კახექსია.